ახლა პროდიუსერი მანიშნებს, რომ ჩვენ სტუდიაში არის ზარი, მაყურებელი რეკავს. მაყურებელი რეკავს, რომელსაც სურს თქვენთან გასაუბრება, რა თქმა უნდა, თქვენ თუ იქნებით თანახმა, რომ კეთილი, რა პრობლემაა? შეხება და ამიტომ ამ კითხვებს პასუხს თუ შეიძლება ზარი შემოუშვით სტუდიაში. ალო, გამარჯობა, ის მიჩემი ხვა? კი, გვესმის, გისმენთ? გესმით? ვინ ბრძანდებით, გისმენთ? რაღაც შენი ხვა არის მოდა ჩვენ სასარგებლოდ და დავეჭვი ცოტა. ისე კი გესმით ჩემი ხვა, ხო? მესმის, ვინ ბრძანდებით? აი მე უბრალო რიგითი მოქალაქე ვარ, არც პოლიტიკაში. ეს ის არის. არ ვიცი არავინ. უბრალო მოქალაქე გახლავართ მე. არც პოლიტიკაში ვერები, არც ეკონომიკაში, არც პარტიულ სიაში ვარ. ნუ ახლა ხას ბლუმბერგის სიდანაც ამომიღეს მილიარდერების. მოკლედ ერთი უსახკარო კაცი საუბრები თქვენ. გისმენთ, კი ბატონო, გისმენთ. თქვენ როგორც გავიგე ეკაბესელი ეკავთ სტუმრად, ქალბატონი ეკა. დიახ, გაესაუბრეთ. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, თქვენ შეიძლება არ ვიცნობთ მე. როგორ ბრძანდებით თქვენ, როგორ ახართ? გიცანით. არა მგონია მე რიგითი მოქალაქე ვართ ვიცნობდეთ, უბრალოდ გავლილი ვარ. კი ბატონო, გისმენთ. ეთით ხოლმე მაგ თქვენთან როგორც რიგით მოქალაქეც ქალბატონო ეკა. მე როგორც რიგით ამომრჩეველმა მინდა გთხოვოთ, რომ დაბრუნდით ქართულ ოცნებაში, ისევ შევკრათ ძველი Dream Team. ძველი Dream Team-ი? დიახ. კაცო, თქვენ როგორც მოქალაქეს კი გინდათ, მაგრამ იქნება არ უნდა ბატონ ბიზნეს. არა, გამორიცხულია. მე პირადად დაველაპარაკებ ბატონ ბიზნესს და დარწმუნებული ვარ, არ მეტყვის უარს. თქვენ ესე იგი საჭიროა დაუჩოქებ კიდეც. თქვენ როგორ დაგვიბრუნდით ქალბატონო და თქვენ როგორ დაგვიბრუნდით და ვანო ზარდიაშვილს ტუჩებზე ბოტოქს გავუკეთებთ. მოკლედ მოუჭუჭოთ და მოაწიწოთ ის ტუჩები. ძალიან გინდა რომ დაგვიბრუნდეთ ქალბატონო ეკა ერთი სიტყვით რა. კი ბატონო, რა ვიცი. არა მარტო მე. არ არსებობს ადამიანი ქართულ ოცნებაში, თქვენი დაბრუნება არ უნდადეს ქალბატონო ეკა. შეიძლება. აი ახლა მე ნებისმიერ რიგით გამლეს გავაჩერებ და მივხვდებით რომ ყველას უნდა თქვენი დაბრუნება. ჰეი, თქვენ ნებისმიერ რომ გამლელო. ელაპარაკეთ ეკაბესელიას. მე მივუნდი. დიახ. ეკაბესელიას ისაუბრეთ თუ შეიძლება. მოგესალმებით ქართული ეკა, მოგესალმებით. მე გახლავთ ნებისმიერი გამლელი. რომელსაც თქვენ დაბრუნდით ქართულ ოცნებაში რა. დიახ. ამ არაჩვეულებრივი იდეისთვის სრულად უცხო ადამიანს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადაუხადო უსენსიტიური სი უადეკვატური უშაქარტიმლის ურახატილ ხუმესი მადლობა. ბიძინა რიგით მოყვა. ანუ სკოლი რომაცი კარგი და ადამიანი არ იყოს ბიძინა. გინი ჩვენ შეიძლება. გაჩუმდი. ბატონო ბიძინა, ესე იგი თქვენ ხართ, გიცალით კაცო. ხო, რა ხარ ვიცალით, მაშინ მე ვარ კი. აი მართალ დაბრუნდით კანტონი ეკა. აი მეც მაგრამ მაწყინი იმეს, მაგრამ დავბრუნდი. ისწენა გადავყლატე, მე ზემოდან იმდენი ტენდერი დავაყოლე, რომ ვაფშე ჩაიტანა ისწენა, ვაფშე გაკრიალებული საკლაპავი. ანგრატმა გაკრიალებული ვაფშე განმას. ნაკლი, მე მგონი აღარ არის თანახმად რაღაც ის რაღაც შაფიქრებული გადავიდეთ იმაზე. აბა მე დავიწყებ და ყურადღება. გისმენთ. ეკა მომისმინე და ძალიან ხო სწორი გადაწყვეტილება მიიღე. ეკა, შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, როგორი მნიშვნელოვანი იყავი ჩვენთვის. ჩართებუსიკა. შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, შენი დაბრუნებით, როგორ გასწორდება ეს ქვეყანა წელში. შენთვის ხომ ქართული ოცნება შვილივით იყო. შვილმა გაგაბრაზა? მაშინ დედა რისი დედაა, რომ პატიება ვერ შეძლოს. შენ ხომ ჩვენი პარტიის ღირსეული დედა იყავი. მუდმივად გვიშიჩინებდი, რომ გვემეცადინა და განათლება მიგვეღო. რატომ მიგვატოვე პარტიული შვილები ეკა? შენ გული არ ქონია. აუ ეკა დი მაგრამ ისინი სენსიტიური ტექსტი ეგin ბატონო ვინდა. ამათი იდრი ბატონი ვინდა. დასწავლი იყავი ნე ბატონო ვინდა რა. აბა რა ვიტი ეკა, რა სიგარეტი მოხედა როგორ ნერვიულობ ბიჭი. დაგვიბრუნდი ეკა. აღარ აკავ დედა, აღარ შვილებო, აღარ აკავ ხორჩა. შვილებო, აღარ აკავ დედა. ხო, მოკლედ რა თვის გული ქონია ეკა. თორე დინარაძეს, ოხანაშვილს და მათიკაშვილს ასეთ ანგელოზივით ბავშვებს დედა მიატოვეთ. თვის გული ქონიათ. წამო ირაკლი ჯობია გუგული ბაღრაძესთან დავრეკოთ. პარტიას დედა აღარ ყავს და იქნება ბებია მაინც შევინარჩუნო. საუთრო სიგარეტის მოწომა დაიწყო, ხოდა უას გეტყვის. ეს ხომ არ უნდა დაგვერეკა რა გეუნი, არ უნდა დაგვერეკა რა ხო გეუნი რა. ტელეფონი არ გამომიტიშო. კარგად დე. ეხა მოკლედ ესე იგი ძალიან დარდობენ ბავშვები დედა რომ აღარ აყავთ და ესე რომ მიატოვე ესე იგი შენი ესეთ პარტიული შვილები. რა ვქნათ ეკა რა. აღარ უშოლი დაწი დარდი მაგათა
თავის დროზე ედარდა ჯობდა და თავის დროზე ეფიქრათ უფრო მეტი.